დილამშვიდობისა, მაღვიძარას პირდაპირ ეთერში დღეს კიდევ ერთხელ გავატარებთ ცნობილ ადამიანთან, რა თქმა უნდა, დილას. მას ესე უკვე მოგესალმეთ, შესაბამისად აღარ გავიმეორებ იმ სიტყვას, თუმცა გავიმეორებ კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და ჩვენ გავატარებთ კიდევ ერთ დილას ადამიანთან, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობს, მეც მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ. ნიკა ქავთარაძე, წავედით, როგორი უწევს ნახოთ. დილამშვიდობისა, მადლობთ კარგად, თქვენ როგორ ახართ? შენი რაც უკვე გაიღვიწე დილზე. შენ პირველი რესპონდენტი ხარ, რომელმაც მითხრა, რომ 9 საათზე, 8 საათზე მითხრა, რომ შეგიძლია ძირითადად ყოველ პირველზე, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე იღვიწე. ეს არის ძალიან გვიანწვევიან ეგენი ეთქო, ან ძილი უყურთ. მე არ შემიძლია ეგრე გვიანობრივად. ძალიან ადრე წვევი. ადრე არ წვევი, მაგრამ საშუალო და ადრე ვდგები. სადაც ბავშვების გამო 8-ზე უკვე ფეხზე ვართ ჯარისკაცებივით და თან სპორტულ ცხოვრებას ვეწევი და ამიტომ პირველ საათამდე ძილი გამორიცხულია ჩემ რეჟიმში. ანუ უკვე ბუნებრივად ხარ შეშორო, დილისხმა მაღვიძარა არ გჭირდება. არანაირი მაღვიძარა არის ნინუცა პატარა. ნინუცა მაღვიძარა. და დაჭექავს ეგრევე მე მაღვიძარას აღვიძებს. დღეს რა დაგესიზმ ვეღარ დღეს დამესიზმრა რომ აი უცებ ესე დღეები წარმოიდგინე და კანკუნი ეკარებს და როცა მადგებიან თავზე რა ესე კამერით და აი ესე აგიხდათ ყველაფერი კარგი. პირველი რასაც ვაკეთებ გაღვიძებისას დილის ტუალეტია ეს სამზარეულოში რეალია. რასაც ვაკეთებ მარი ვეწყობი წასასვლელად ბასეინზე. და ესეთ მაინც კი ადრე კი მეგვიძება, მაგრამ ეგრევე ფხიზელი არა ვარ. ღამე რომ მიგვიძებ, უფრო ფხიზელი ვარ ბავშვებისთვის, როცა მიგვიძება საჭმელზე ან რაღაცა. ყველაფერზე მეგვიძება ძალიან ადვილად. დილით რომ მიგვიძებ, ცოტა ესე ბარბაცი დავდივარ, ვალაგებ ამ სპორტულ რაღაცებს. არც საუზმებ არაფერი დილით, იმიტომ რომ მე ვერ ვცურავ კარგად და ამიტომ ანუ საუზმე არ არის დილით საჭირო იმისათვის რომ ჩემთვის არანაირად, იმიტომ რომ მე ვარჯიში ხელს მიშლის, აი 300 მეტრით ნაკლები რომ გავცურო, აი მე რო ხდები ცუდ ხასიათს. არც ყავას არ ცვა. არა, ყავას ძირითადად ყავის მოყვარული არა ვარ. ესე ის შეყავს, მიქსავს. აგარებთ მაღვიძარას ნინუცა მაინც არ აყვირდა იმისათვის რომ გვენახა როგორი მოგესმინა როგორი მაღვიძარა აქვს ნიკუშას სახლში. კიდევ ერთი რაღაც შევიტყვე რომ ნიკუშა თვითონობით წყალს ცივწყალს ვარინებებ? ცივწყალს არ ძირთად ყავასაც ჩაის გზავს. შეხედე ჩვენ მასპინძელო კი არა ვერიკო დაკალი ყავა. ყავას თავაზობე ხოლმეო და რა ვიცი ჩვენ ნუ ჩავიჭრებს მე ყავს წალსვამ რა ხომ დღეს არ თქვენს გამო გაყიდრებ თქვენს გამო რა ბასეინზე ვწევდი წალს სახში ავნაზღარი ვიღაც ყოლაპა ხოლმე და ერთ ჭიქას ყოლაპა საშუალოდ ერთ დღეში. რა შეიძლება დილის გამაუხნევებელ ვარჯიშებს? დიახ. მარტობას სახლიდან სანამ გახვალ რაღაც ერთი ორ სახში მავნებენ ბავშვები არა ჩაჯდომა ადგომა ძირითადად გავფხიზლდები სახში როცა ვარ გამავნებელი ვარჯი აი თუ ხდება რომ ვერ მივდივარ ბასეინზე მაშინ შეიძლება რაღაც ერთი ორი ჭალებში აჯიმანია გავაკეთო აი შეგიძლია გვაჩვენო როგორ აკეთებ აჯიმანია ერთი ორი საით გავაკეთო აი გავაკეთო აჯიმანია უნდა გავაკეთო იგე დავიდა ერთი ორი სამი მე ვთქვი ერთი ორი და 4-იანი ორჯერ ერთი ორი ხო? მოგრეთ. ვერ ვაყვირებთ ბავშვთა, რა ვქნათ? საჭმელი რომ გადაუცილოთ. იყვირე. როგორ გაღვიძებსო დილითო და? მაღვიძარა ცოტა ხანში დაგიბრუნებათ პირდაპირ ეთერში და იქნებ გავაყვიროთ. ნახოთ. ვიხარი ხა შენ ჩვენ როგორ აღვიძებ ხოლმე მამიკოს? დაიყვირე? კენი ესე. ეზადება? სანდრო შენ? აი დაახლოებით ეს ხმა იყო. აი ეს ხმა იყო დაახლოებით, ოღონ ამას აკლდა მისოკებიც აკლდა და ისინიც აქვია ბასებიც და აი მოდის ხოლმე, კაი დინამიკა. ნინი რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ხარ ნინი? ქალს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ გამონაკლისის სახით შეიძლება დავუშვათ.
სანდრო აი სანდრო ოჯახის წევრი რომელიც არ არგოს წესს და რიგს დილისას და საუზმობს მარტო სანდრო საუზმობს სანდროს არა სანდრო საუზმობს ნინით საუზმობს ვერიკოც საუზმობს როგორ ვერიკო ამათ როა საუზმობს მე საუზმობს კითხვა აღარ ჭირდება იმას მე მგონი რომ დილით სახლიდან გახვალ ბავშვებთან თამაშობ ნუ ეს აუცილებლად დილის შემადგენელი ეს არის ეს გამოხმეველი ვარჯიში რომელზეც წერა მისაუბრეთ რომ ბასეინამდე რას ვაკეთებ ისე ამათით გამხნევდები ცოტა გაბრაზებული ყოველ დილით ვარ იმიტომ რომ 5 საათზე რომ მაღვიძებდი 5 საათი სტაბილურად ვდგები იმიტომ რომ პირველი მაღვიძარა ის გაბუჭებული აქვს ნინის მაღვიძარა მოკლედ რა და 8-ზე ხოლმე გამოვიდოს მაგრამ ის ეპარება ხოლმე 5-ზე მოკლედ და მეც ხვდები და რადგან ამდღარი ვარ ვარ საჭმელსაც ვუკეთებ ყოველ დღე 5 საათზე 5:30-დან 6:30-მდე ესე რომ ვთქვა სტაბილურად და ესე და წამოვთვლები ეგრევე თქვენ უცებმა გავაკეთე საჭმელი სანამ ისე იყვირია რომ სანდროს აკერძინოს ასე ძილში რომ გაგაღვიძებენ საჭმელს გაკეთება და აი ეგრევე ვერიკო შეგიძლია კითხო რა ტემში და რა სისტრაფით ვიღვიძებ როგორ ხასიათზე იღვიძებს სტილას ვერიკო ხან როგორ ხან რა ძირითადად გაიჩნია ბავშვი როგორ გავუძებ თუ ძალიან ადრე მოვიდა გამოსება ძალიან ადრე ეს შეიძლება რომელი საათი ამენას როგორ ისევს საათი ყოფილა ხოლმე. აი 8 საათიდან უკვე ნორმალურია. 8 საათზე კაცი. 8-ზე მიხარე კიდევაც, იმიტომ რომ 8-ზე დიაში 8-ზე უკვე იქ უნდა ვიყო მე. ასე რომ ვიდან 9:30-მდე იქ რომ მოხდი, ამისთვის ამათი ადრე გაგვიძება, კაი 5 ძალიან ადრეა. 5 ძალიან ადრე. ზოლდომა მაგვიძარა ვატარებ დილას ნიკუშა ქავთარაძესთან ერთად. ნიგის პარლეცელდა შეგეკითხა. დიახ, ისმეთ გინჩი. ული თუ არა სახისკას. სხეულისკან და ასე შემდეგ. მთლიანად ძირითადად სახელზე ეკეთება აქცენტი. ხა სხეულზე ნაკლებად მოვლით რა თქმა უნდა. ძირითადად ის რომ წვერს იპარსო? ხო, ანუ ძალიან ყურადღებას ვაქცევ, ანუ იმ მასალაკი, ასე კარგი ხარისხის უნდა იყოს აუცილებლად კაფეც და სამპარსუს შემდეგიც და ყველაფერი, რომ იმიტომ რომ სახე ძალიან ფულს მაშოვინებს გონია ცხოვრებაში და ეხლა გავიფუჭო სახე არ მინდა და ამიტომ და ყვავები ჯერჯერობით არ მჭირდება რა ხელები და სახე ძირითადად. და სად ხდება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ხდება აბაზანიაში. ცოტა შორია რა თუ ვინ მარკანი ნინით არ უნდა აჭა, ხო? ნინის უნდა ვაჭამო კი. დილასაც ნინის დილას ნუ ახლა ეს რიგრიგობით ხდება ხან ისე ხანას. აი ხდება ეს ყველაფერი. ხალხური მედიცინას ხომ არ არა, ხალხური მედიცინა არა, ხალხური ძირითადად უყვარს სიმღერა და ცეკვა. მედიცინასთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ძალიან ჯერა ექიმების და წამლების და იმიტომ რომ ფარმაცევტების ოჯახში რომ გაზრდილი და ყოველთვის ვიცოდი ბავშვებიდან რომ წამალი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც შვილის ავადმყოფს და არანაირი ჩხიბავი და ბებიას მიერ გამოცხვა პურში ჩადებული ბაბუას წვერები და რაღაცები არა. წამალი დალია კარგად გახვდა. ეს არის უეჭველი ვიცი რომ ესე არის. ვერიკო სხვადასხვის წამლებს არ აღიარებს. არ უყვარს, აი ძალიან ცუდად უნდა იყოს, რომ რამდენი წამალი დაგიოს. ბავშვებსაც ამ მიმართულებით ზრდის, მაგრამ ნუ არ ეპოებიან ბავშვები და ხანდახან წამალი მათაც ჭირდებათ. ყოველას შეცვალა რომ დილას სახლიდან გასახარ და სათვალე დაგრჩენია სახლში. ეხლა აგიხსნი რა ხდება? სათვალე დამჟეს ვერ გავალ. დავეჯახები. კარს და რაღაცა მაგის შანსი. მობილური მანქანის გასაღები მანქანით რომ მიდიოდა და გასაღები დამჩენი ეგეთი. გავიწყდება. კი, მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ადრე არა. აქედან ფანჯრიდან გამიგდება არ შეიძლება არაფერს, იმიტომ რომ ამის გატკდება, ან მე მოვკვდები რომ დამეცეს და ასე რომ მე მგონი მე-13 საერთოდ ვსაუბრობთ და იმ. სხვადასხვა 13 მაესტროსთვის ყოველთვის კაი ნიშანი იყო, ციფრი იყო, მე ისე მოხდა. კი, მეგნიერი. 13-ში ვარ დაბადებული. თანამშრომელმა დაიწყო. 13 ოქტომბერს ვარ დაბადებული. დაბრუნდები ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში და ნახოთ კიდე რას აკეთებს ნიკუშა დილას. საინტერესოს. მამიკო დაიწყეს აქ. საძინებლიდან აქ გრძელდება ნიკუშას დილა. მოიცა მამუკა, ეხლა მოვა. ახლა რა მოგვიტანოს დედიკომ? შეიძლება ძალიან გიყვარს. აი, ცხელი არის. გიყვარდა პაპა ბავშვობაში დილას. პაპას გააჩნია. ცხელი ხო არ არის მამი?
გახსენდება პერიოდი ბავშვობაში ფაფასო. ესე იგი ძალიან მაგარი ბებია ყובה ხოლმე ჩემი სულ. აი ბაბა გადმოვიდე. რა ხდებოდა მოკლედ რა ესე ბებო მაჭმა წარმოიდგინე. და მოიცა ნელა. ჩქარა მეთქი რა ვერ უნებოდი რომ ჩქარა მაჭა მეთქოდა. ხო აუჩქარა და ან ყოფნიდა და მე ესე ხელი მოვკიდე და მე ვაჩქარები რომ ჩქარა. შუა დღესაც ხარ შემოიღო ხოლმე საუბრობ. ვერანაირად ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ 1 საათიანი შესვენება ვერანაირად ვერ იმაშობა რა ქვია, იტევს იმას, რომ სახლში წამოვიდე რაღაც, მაგრამ ძირითადად ბავშვებს შუა დღესაც მე ძინავთ და მამი რა შეჭამე. მოიც, გადმოვიდი. ტემპი არ მოეწონა ეთყობა. ეხლა წარმოვიდგინე, აქ ხედავს საჭმელს და უბრალოდ ესე აქტიურობს და აი, ცხელი იყო კიდე, აი იყო რა. დედა ხუმელში ფეროში ხო არ გააკეთე. ბავშვებთან ერთად თუცაო. სანდრო საკეძინოს ნინის ჩვენ ოთახში, მაგრამ და აი 5 საათი იმ 5 საათის შემდეგ რომ გეუბნები, ირევა რაღაცები, იმიტომ რომ დაუშვათ 15 წამიც კი რომ დააგვიანო საჭმელი, ეს ხო ძალიან ყვირის. უკვე სანდროს აღვიძებს, სანდრო იღვიძებს თუ არა ეგრევე და ჩვენთან. სანდრო ცუთხასიათზე იყო. ხო, აი ეგეთ მაგ შემთხვევაში ძალიან ცუთხასიათზე იყო. მაყურებელს რჩევ მამებს და შვილებს რომ ფაფა ჭამონ და აჭამონ. აუცილებლად განსაკუთრებით ამას აქში, ხა მე რომ მამაჩემო დილას ფაფა მაჭამოს, ორივეს ის იქნება რა ქვია, გაცდენაა და. სხვათა შორის განაცემა მაღვიძარა ეძებს რესპონდენტების სახში მამა პაპურ მაღვიძარას. რომლის აღმოჩენის შემთხვევაში დასაჩუქრდებიან მაღვიძარასგან. ამარ მოგეპოვება ასეთი მაღვიძარა. მე მგონი არა გვაქვს ეგეთი, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს მიერ გაკეთებული მაღვიძარა მაქვს და ეხლა მეტი რა გინდა? 2 თან. ამას დავფიქრდები მაშინ კიდე. ანუ ამ მიმართულებითაც მიუდექით. ეს კამერა აქეთ აღარ არის და რა უნდა. შენ როგორ ხასიათზე იყვით? ვერიკო იღვიძებს დიდხანს. აი, ჩემ ანუ სალაჟერის მისი ესე რომ ვთქვათ ძირებს რომ დაუბრუნდეთ და რაჭული წარმომავლობა ერთადერთი მე მგონი მაგაში გამოიხატება. და დიდხანს იღვიძებს ჩემ მესხვევით. აი, მე საკმარისია რომ ბავშვი აი რაღაცა თქვა და დღევი და საჭმელს ვაკეთებ რაღაც. ნიკო ცოტა ესეთია დინჯი. დედიკო უფრო გიყვარს რო გაჭმელს თუ მამიკო? მაღვიძარა დაგიბრუნდება ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში და გავარკვევთ კიდევ რაღაცებს ნიკუშა ქავთარაძეს. შემამჩნია ნიკუშას კუთხე სახლში დილას ატარებ თუ არა ამ კუთხეს? დილის გატარება მან მიწევს, იმიტომ რომ სანდრო როგორც კი იღვიძეს პირველი რასაც თხოვს არის რომ ტომი ჯერი და ჩაურთო და რადგან მარტივად ეს კომპიუტერში მაქვს გადმოწერილი ბევრი სერიალი, იქ ხდება და იქ არის ჩემი კუთხე და აქ შესვლა მიწევს. თან კარხასიათზე მოყავარ სანდროსაც, ტომი ჯერის დიდხანს უყურებ ტომი და ჯერის დიდ. მე არა ნაკლებად ჩართვისას და ნუ მონაგარით რაც ქვია ჩემი სურათი. კაბები ხოლმე ნამოვაწარი. ერთი ეს ფერთა გამა, ესე ვთქვათ, კარხასიათზე მაყენებს და შემოქმედებით იმას მატებს, კიდევ უფრო ტონუსს მეცნო. ეს წაიმოვიდა. და შემართებით გადიხარ რა თქმა უნდა, რომ ვიცი რომ დაახლოებით ეგეთი რაღაცისთვის გავდივარ გარეთ და ამიტომ კარხასიათზე. ნინსე შენ არ უყურებ ტომი და ჯერის? ესე იგი განსაკუთრებული რეცეპტი რა, მაგრამ შეიძლება განსაკუთრებული არ იყოს მაყურებლისთვის და შეიძლება დილას გააკეთო იმისათვის რომ თელმადრე კარგად ჩაიგო. ერთი ეს ბევრს უთქავს და მე პირადად მოსმენი მაქვს, არაერთხელ არის ის რომ უნდა გაიცინო როგორც კი იღვიძებ, ანუ პირველი კადრი ესე რომ ვთქვათ რაღაცნაირად სარკესთან არ არის ლოგინში თუნდაც რა პირველი შეხვედრა ხო ძირითადად ვისაც გვერდში ვინმე ყავს იმათ და ანახონ რომ უნდა გაიცინონ აუცილებელია და თუ გაიცინებ კარხასიათზე ადგები ეგრევე ხარ ის თუ არ შემოგიდგარს ვისაც უცინი იმ წუთას ხო სხვა
რა ვიცი, უნდა იცოდნენ, რომ კარგ საქმეზე მიდიან. ეხლა კაცის მოსაკლავად თუ მიდის killer-ი შეიძლება ვერ იყოს კარგაცინოს. ხო, რაღაც ისეთი ეს განსხვავებული არის პერუების მიხედვით. killer-ი ნეტა რა იქ. არ ვიცი, მაგრამ შენ ტელეფონი გამიტოვე და დღეს საღამომდე გავიგებ გადმოგირეკა მაგასთან დაკავშირებით. ნუ კარხასიათზე უნდა იყო შინაგანად, ანუ უნდა ითამაშო მაინც რომ კარხასიათზე. რამდენად გამოგდის ეს შენ? ნუ მეტნაკლებად როცა იყვიდა, გაიცინა. რადგან ეს რადგან ჩაჯდა ცხოვრების წესში და რიტმში და 5 საათზე მიგვიწევს ეს აღარ არის რაღაც ამოვარდნა რომ ცუთხასიათზე მოვყოფოს, ანუ მივეჩვი ამ ცხოვრებას მე და ეხლა თუ ცუთხასიათზე ვიქენი, ესე იგი ცხოვრებით უკმაყოფილო კაცის მანტიით მოვიარო, თუ წინადადებს ავტომობილ და ესენი კიდე აი ვისაც აგერხედოთ, ესენი არ ნიშნავს რომ რთული ცხოვრება მაქვს პირიქით. ძალიან კაი ცხოვრება მაქვს, ბედნიერი. მისთვისაც ჭამა მნიშვნელოვანია, მშიერი არ გავიდეს გარეთ, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე გამოსდილი მაქვს და ძალიან ერთხელ რომ შიმშილის პოზიცია ნიშნავს არანაირად კარხასიათზე ყოფნას პირიქით, გაბრაზებული ბგვირები, კბინები, გელი უთხრა, მოკლედ ამ გელი ხო კარხასიათზე არის. კრავებთან ხო არ თამაშობს რაღაცებს, არა და ცუდი ტიპია. უნდა ჭამოს აუცილებლად რა. ერთი დილის გამოხმეველი კოცნა საჭიროა რომ მიიღო და გამოხმეველი 1-2 აჯიმანია. აჯიმანიაც აუცილებელია. 1-2 აჯიმანია ან მარტო ან წყვილში. აი ეს უკვე შეთანხმების საკითხია რა. დიდი მადლობა ნიკუშა რომ დილა გაატარეთ ჩვენთან, უბრალოდ ჩვენ რო გავატარეთ ჩვენთან ერთად. კარგად. დავიდა ნიკუშა ქავთარაძე სამსახურში და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ უკვე დღევანდელი დღე. ხოლო ისევ შევხვდებით ერთმანეთს ცნობილ ადამიანთან ერთად.